მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის G-კლასი, G550, 4-დან 2 ტურბო, 2018 წლიანი მანქანაა. ესე იგი, ამ მანქანის პრობლემა არის რა? აი ამ მხარეს, მარცხენა მძღოლის მხარეს გალოკის ხუფი გატყდა და აქცევს აქედან ზეთს. პლუს ამას ვანუსებს აქვს ხმა, პარემ ვანუსებს გავაკეთებთ, რა კი დაიშლება და გამოვდგავთ ძრავს. და ეტაპობრივად გაჩვენებთ დაშლის პროცესს. ნუ აქამდე ისე მივედით ამ დაშლამდე, ამ კონდიციამდე, რა კონდიციაში ახლა არის მანქანა, რომ გადაღება დაგვაუწყდა. არა უშავს, აქედან დავიწყებთ გადაღებას და ეტაპობრივად გაჩვენებთ დაშლა აწყობის პროცესს. როგორც ნახეთ და ვიწვალეთ და დავიტანჯეთ. წლების განმავლობაში ეზრავი იმ მანქანიდან. მოკლედ ამოვიღეთ და პრობლემა არის რა? აი აქ, ამ ადგილას ეს მარცხენა თავაგის სახურავი არის გახეთქილი. ნუ მიზეზი არ ვიცი ჯერ რა არის გახეთქვის. ან რაღაცა ამოვარტყა შიგნიდან, მაგალითად რასპედვალის კბილმა კულაჩოკმა რაღაცამ და მაგის გამო გასკდა. რა ეხლა კადრში გაჩვენებთ. კონკრეტულად რა ჭირს აი ამ წერტილიდან იწყება ეს აქ იმენა გახეთქილია და აი აქამდე, აი ამ ადგილამდე ნახევრამდე მოდის ეს მთლიანი ბზარი. მაგრამ აქ იმენა ამონგრეულია რა. ხო და ეხლა დავშვით ძრავს. მოვხსნით ამ სახურავს, ამ ყველა დეტალს მოვხსნით, წინა მხარეს დავშლით. ალბათ ნახეთ, ნუ აჩქარებული კადრებია, მაგრამ მიხვდებოდით რამდენად საჩალიჩოა და რამდენად რთულია ამ ყველაფრის დაშლა აწყობა და არ ვიცი. აი ჩემთვის იმაზე მეჩვენია მაგალითად 2 სედანი დავშალო და ავაწყო, ვიდრე ერთხელ G-კლასი დავშალო.
ჯიპებზე არ მაქვს საუბარი, G-კლასზე აქვს საუბარი კონკრეტულად, იმიტომ რომ ყველაფერი იხსნება წინა მხრიდან, თუ რამე არსებობს, თუ რამე აყენია წინა მხარეს და საერთოდ რა დაშლა საერთოდ. ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ ეს ჯიგარი დავშალოთ, გავაკეთოთ, დავაწყოთ, მაგრამ მე იმაზე აღარ მეკითხება ჯერჯერობით, როდის უნდა ჩავდგათ. როგორც ხედავთ, აქ არის გატეხილი სახურავი გალუკის. ეხლა მოვხსნით ამ დაფას და ვნახოთ შიგნით რა ხდება რა. Так. აგერ მოვხადეთ კრიშკა. ეს ნახოთ რა ხდება აქ. აი სად არის გახეთქილი ამ ადგილას. აქ არის გახეთქილი ეს. ნახოთ მიზეზი. უისაოსრებაო. უღურეთ. მერვე ცილინდრზე შემშვები კლაპნის ერთი როკერი და ჰიდროთალგაწელი აყენია, მეორე არ აყენია. და გდია სად? აგერ ძალკე. აგერ გდია ჰიდროთალგაწელი. როკერი ჩაიშალა. ჩაშლილია როკერი მთლიანად. რასპედვალიც შეჭმულია, შიგნით ხელით მომოწმოთ. გაფუჭებული რასპედვალიც. ესე იგი აქ კრიშკა იქნება შესაცვლელი და ეს ჰიდროთალგაწელი, როკერი და რასპედვალი. ეს როგორც გაჩვენეთ ჩაშლილია. იმენა ჩაშლილია. ეხლა მოვხსნით დამჭიმს.
წეფის დამჭიმს ამოვიღოთ რასპედვალს. დიდ დრეხტ გამომერანიკო. იქით დავალაგე. დავნიშნოთ წეფი და რასპედვალები. ვანუსები. დავუშვათ მერე დამჭიმის ბოლტები. ბოლტები რა ბოლტი. ეს так, сейчас. რასპედვალიც გაფუჭებულია. მეორე რასპედვალი კარგია, არაფერი არ ჭირს. შიგნით მაგრა და აქ ნაჭამი. აი ესე უნდა გამოიყურებოდეს როკერი. ეს როლეკი უნდა დადიოდეს თავისუფლად. არ ზემოთ უნდა დადიოდეს, არც ქვემოთ. მოკლედ, ახლა უნდა ვიშოვოთ რასპედვალი, კრიშკა, მსახურავი, მერე უნდა მოერგოს რასპედვალი და კრიშკა და გალოკა ერთმანეთს და მერე უნდა ავაწყოთ რა. მოკლედ, გამოწვევი მიზეზი ეს როკერი და ტალკაწელია. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი, რო გადახტა ტალკაწელი როკერიდან, რასპედვალმა ამოვარტყა კრიშკაში და გატყდა მაგიტო. შევცვალეთ ეს დეტალი, რომელიც გაჩვენეთ წეღან როკერი თავის გიდროტალკაწელთან ერთად და შევცვალეთ ზედა გამანაწილებელი ლილვი, რასპედვალი. ეს არის ძველი რასპედვალი, რომელიც აი ამ ადგილას უკვე დაზიანებულია და ცვლით ახლით. აგერ არის ახალი, სულ ახალია, ფერზეც ეთყობა რომ იდეალურია. ეხლა დავიწყებთ ამის აწყობას. ესენი უნდა შევზექოთ ყველაფერი, რადგან შალზე დაიკოქება ძრავი და სანამ ზეთი ამოვა ბოლომდე უნდა შეზეთილი იყოს და დავიწყოთ და ჩალაგება ამ ყველაფერს. დავუშვათ ნაგავში. გადახტა. ეს ჯიგარი გადახტა.
ესეც ამისი მამაპაპური დამჭიბი, რომელიც ახალ თაობებს ყველა სჯობია. Так, ესე იგი, ჩავაყენეთ რასპედოლები, ვანუსები დამეტკილი ქონდა წინასწარ. ორივე მხარე დამეტკილი, ახლა ცეფი უნდა დავაყენო, ცეფის დამჭიმი დავაყენო, დავუჭირო და ძრავი უნდა დავატრიალო და ვნახო რამდენად ზის ან არ ზის მეტკაზე რამე შეცდომა უარ დავუშვით. აწყობის დროს. ამიტომ ახლა ეს დეტალები დაჭერილია. ეს არის რასპედოლის დამჭერები, ამით ტრიალი არ შეიძლება რასპედოლის, უბრალოდ დამჭერია. ცალკე სხვა მოწყობილობებია, რომელიც ახლა უნდა დავაყენო აქ და ისე უნდა დავატრიალო ძრავი, რომ ვნახო მეტკები რამდენად მოსულია თავის ადგილას. დავაყენეთ ახლა ეს სამაგრები, დავატრიალებ ძრავს და უნდა ვნახოთ, რომ მეტკაზე მოვიდეს ყველაფერი. ორივე მხარე. კი ბატონო. აი გაჩვენებთ ახლა. ნუ აქ არ არის საუბარი 1 მმ-ზე, 3 მმ-ზე და 20 მმ-ზე. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს თავები, ეს კულაჩუკები უნდა იყურებოდეს ორივე ზემოთ. ანუ რაც დავნიშნე, ერთი ნიშანი გავაკეთე თვითონ ვანუსზე და ერთი ნიშანი თვითონ ცეფზე და კი იმ ნიშნებზე დავსვი, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის გადავამოწმე ახლა, რომ ხო უეჭველე ზის მეტკები და ზის ორივე მხარე ზის. აი გაჩვენებთ. აი ეს წერტილები ორივე იყურება ზემოთ. ანუ ის რომ რაღაცა ამრეო და მაშინ ერთ-ერთი უნდა ყველა ვარიანტში სხვაგან უნდა იყოს. რა კი სწორად იყო დამეტკილი და სწორად დავაწყე, ესენიც იგივე ადგილებში იყურება. ეხლა დაგვრჩა რა. უნდა მოხსნა ესენი ისევ, დავაგერმეტიკო სახურავი და დავაფაროთ. ეს ყველაფერი ზის თავის ადგილას შეზეთილია. ზემოდან კიდე რასპედოლებს კულაჩუკებზე დავასხამზეც. აი ამებზე, კანტრონიკის ადგილებზე, როგორც გითხარით, სანამ ზეთით შეივსება, მანამდე რომ უზეთობა არ განიცადოს და მშრალზე არ იმუშაოს. ასე. ახლა გერმეტიკი მინდა, წაუსვა გერმეტიკი და დავაფაროთ სახურავი. ეგა მზად არის დავაფაროთ ახლა და აი ეს ადგილები არის ინჟექტორების ადგილები, სადაც ინჟექტორები ჯდება. თუ ზედმეტი მოუვიდა, რომ დაუჭერ კრიშკას და ბოლომდე დაეჭირება კრიშკა, თუ გერმეტიკი გამოვა, იმას უკვე ტილოთი ამოვწმენდოთ. ეხლა დავზეთავთ იმ ადგილებს, სადაც რასპედოლი მოძრაობს, როგორც წეღან დავზეთეთ ქვედა მხარე, ისე ზედა მხარე დავზეთეთ. ასე დავაფარებთ. ეს გერმეტიკი ძალიან მალე არ შრება, თუმცა არ ძალიან გვიან არ შრება. საკმაოდ კარგი გერმეტიკია. და მიდდება ეს გერმეტიკი ცენტრში, ან ოფიციალურ დილერთან Mercedes-ს, რომელსაც ვერც ბენზინი და ვერც ხსნარები ვერაფერს ვერ უშვება.
ამით არ ხდება დაჭერა, უბრალოდ ეხლა ბოლტები მივიყვანე ბოლომდე და დანარჩენი უკვე დინამომეტრიული კლუსით უნდა გადაუჭირო ეს ყველაფერი. ეხლა დავაყენოთ წინა ხუფი. თუ გახსოვთ წინა ვიდეოდან ვთქვი რომ ამ ხუფებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ალუმინის ბოლტები ჭირდება. ლურჯსავიანი ბოლტები, რომელიც უნდა გადაეჭიროს 5 ნიუტონ-მეტრზე. ანუ ხელით რო დავუჭერ, ოდნავ გადაუჭერ და ეგაა. ძალიან დასრულია ძრავი და რო ავაწყობთ, უნდა გავრიცხოთ უეჭველი და ისე ჩავდგათ რა. აი, გერმეტიკი ამაზე მეტად არ უნდა გამოვიდეს გარეთ. ნახეთ როგორ უსვია, საკმარისზე მეტი. ახლა დროა რომ საქშენები დავაყენოთ, ეს ადგილები, აქ დგება საქშენები და მერე უკვე წინა კულერები, ინტერკულერები უნდა დავაყენოთ. მოკლედ, რაღაც ნაწილი დაშლა აწყობის გადავიღეთ, ნაწილი ვერ გადავიღე. დროის სიმცირეს გამო და ფიზიკურად ვერ შევძელით სრული ვიდეოს გადაღება, ყველა დეტალის გადაღება, როგორც ხედავთ, ძრავი უკვე ჩავდგით, შიგნით დგას. ოღონდ მაგრად ვიწვალეთ ძრავის ამოღება ჩადგმაში. ის პრობლემები რაც ხონდა მოვაგვარეთ, როგორც გითხარით, მარცხენა გალოუკის კრიშკა იყო გატეხილი, გაფუჭდა როკერი, გაფუჭდა ტალკაწელი და რასპედალი, მთელი ტანჯვა წავნება, ახლა წინ არის. ეს რამდენი შლანგია ხო ხედავთ? ყველას უნდა უპოვოთ თავისი ადგილი. მოკლედ დავიწყოთ და ამ შლანგებს წინასწარ ვზეთავთ, ანუ რომ მარტივად ჩაჯდეს რა თავის ადგილზე. ასე ჩაჯდა. ასეც ჩაჯდა. ახლა ეს თავარი გაყვანილობა გადის ფარის ქვეშ და მარჯვენა კრილოში აყენია ძრავის კომპიუტერი. ასე გადის. ასე. ეს კვების კაბელებია, სტარტერი, დინამო და სტარტერის მართვა. ისინი. Bunu çavsot. Ესენი ბაკის ვენტილაციის კლაპნებია. თავისი სამაგრები აქვს აი აქ. ეს ასე. ეს მეორე კლაპანი, ნუ არ ვიცი ორი კლაპანი რატო ჭირდება, რატო გადაწყვეტეს ძველ მანქანებზე სულ თითო კლაპანი აყენია. Так, ახალ მანქანებში ორი კლაპანი გვაქვს. ეს არის კონდიციონერის წნევის სენსორის კაბელი, ეს ვენტილატორის კაბელი. ყველაზე მთავარი, G-კლასის მთავარი ღირსება. ბლოკირებები ისევ ვაკუუმზე აქვს
როგორც ძველ G კლასებს. ანუ ხიდის ბლოკირებაზე მაქვს საუბარი. ეს ჩავსვათ. ასე. ესენი რადიატორებში მიდის. ესეც კაპოტის საკეთის სენსორია. რო გითხრას კაპოტი ღია ხურ დაგვრჩა. საკმაოდ მსუბუქი კაპოტი აქვს ამ მოდელის. ახალს უკვე ალუმინის კაპოტი აქვს, ძველებს რკინის ჰქონდა და საკმაოდ მძიმეა. ეხლა დავაერთოთ ეს კაბელები. ნახე სულ კომპიუტერი. შორს შიგნით. ბოლოში აყენია ძრავის კომპიუტერი კრილოვში. ჩივა. რას ეძებ? რისი? ვერ მივხვდი რა სამაგზზე მეუბნები. მოდი რა ეს დაუნფაფები ორი წამი დამიჭირე. ჯერ არ დაუჭირო მოძრაობა დამჭირდება მაგის. რატო? ის უნდა ჩავაყენო ის სამაგზო. და ჟესტი ჩვეულებრივ დგება. არ დუია. დუია. მეთქები აქვს თავისი რა გი. ასეა. დასაბოლტე გავათანაბრო ძმა, ვერ გავიგე. აგერ არ ზუსტად ის იქ სადაც უნდა იჯდეს. ცოტა შემოწევა მოუწევს ამას. აი ამას. ჩიკარს. უნდა მოდი და შენი გამოსულა მაშინ. ცოტა მაღალი რაღაცა გეკნა შეჭე. აუ სადაკეთებს რა საკეთებს ახლა. მეც მაჩვენე რა. მეც ვერ ხედავ შე რა გაჩვენოლა მანერით. ჩვენ როგორ ჩავხედეთ ეგან მან საბოლტები არ ემთხვეოდა რა. დავამთხვი. ცოტა შემოწევა უნდა. დავამთხვი. დამთხვიე? მაღაზია არის დავდო. გაიწიე. გაიწიე. აბა როგორ დამთხვი არ ემთხვევა. აჰა. ეს ატვიორკა რისთვის ამაყ, სილამაზისთვის კი არა მაქვს. რას გაგონებს G კლასის მუშაობა? მე გეტყვი რასაც მაგონებს. აბა მითხარა. თონის მწყობელი ვითხარ გადაყუდებული შიგნით. ნეტა პურს ვაკრავდე. როგორ? ნეტა პურს ვაკრავდე. სიო? ერთი კი. რას გაგონებს მეთქი? G კლასზე მუშაობა. მე მოვაფიქრე რაღაცა და თვითონ ვკითხე და არაფერს. თონის მწყობელი ვით არის დაყუდებული შეგ. დედას გეფიცები მეთქვა. ესე რა ჩაყუდებული ბოლომდე და სიცხეში რო ხარ. თონის მწყობელი.
იქნება დაუნფაიფი აღარ დაეჭიროს მე. დაასლაბე ჯერ დაუნფაიფი დაუჭირო. კრესტავინა მინდა. გარდანი. ნახევრად. ზილის სწავლა? ნახევრად. მიდის ბოლომდე. დვია. ავაწყეთ უკანა მექანიკური მხარე, ფიქრობ ავაწყეთ ნამდვილი დავაერთეთ. ესაზეც ვასხამთ და დავქოქავთ ესე როგორც არის. ნახავთ რაიმე პრობლემა ხო არ არის, სადმე რამე ხო არ გაიპარა, თუ ყველაფერი რიგზეა, დანარჩენს ავაწყობთ. ანტიფრის ჩავასხავთ. დავით მოიტაბა გასაღები დავქოქოთ. ამოიღოს ხმა. გააღეჭვას ჯერ ზამოკი. ეგრე იქნება. შეივსოს ბენზინით 2 წამი. გათიშე და გააღე. იდე, გააღე. სამი რამე ხوار გასტის შენ. დაატრიალი აბა. აკრე. აუ, შესავსებია მთელი სისტემა. კიდე დახოქე და ჩააქრე. სისტემა არის მთლიანი შესავსები. ზეთით არის შესავსები, ბენზინით არა. ჩააქრე. აუ, გასაშენი ხო. დახოქე.
კიდე. ცოტა შედგეს და იმაზე რომ ვნახოთ რა, ამაროთ გააჩერებს რა. Άκρε. Πολύ αγγλίσμα. იმიტომ რომ ზეთიანი ხელები მოხდა. კაი, არა უშავს. დაკოკე? ესე მუშაობა პრობლემა არ არის. ხალი როარგა პრობლემა არ არის არანაირი. აკრე. დავალოდოთ 2 წუთი. ორი წუთი დაველოდო და ერთიც დავხოთ და ვსიო. დანარჩენები ავაწყოთ, გავაგრძელოთ აწყობა. დაკოკე? აკრე. კი ბატონო, ჩამოვბრძანეთ. აი, დავწვით რადიატორები ჩავაკეთე. აქ ხალი უნდა ჩავასხათ, ანტიფრიზი უნდა ჩავასხათ ვაკუუმით.
მოდი აბა მოდი 10 მინუტს აბრი ხაერები როგორ ამოაქვს სისტემაში რა ჰაერის არის ზემოთ გარეთ გამოდევინე სახში გავუშვათ ის დავიმატეთ აბა ანტიფრიზი და წყალი ვუშვათ ტურბოში აი ესე რომ შევისება სისტემა წყლით იმას აღარ ჭირდება აღარ სპრავკაჩკა, აღარ დაჰაერება, არაფერი აბსოლუტურად დაგუქავ წახვალ დამატებითი საქმიანობები აღარ უნდა არაფერი არა სადღაც ლიტრამდე დარჩა ანტიფრიზი так окей ჩვენივრად მუშაობს
დავასრულეთ ეს მანქანა. ავაწყებ თავიდან ბოლომდე, გამართულად მუშაობს, ყველაფერი იდეალურად არის. და გოგოთ მოусმინოთ კიდე ერთხელ. აი ესე სუფთად გამოიყურება ყველაფერი. იდეალურად მუშაობს. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ მეგობრებო და ვიდეოს დალაიქება. დროებით.